მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და დღეს ისევ რა თქმა უნდა შევეხებით ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებას. ჩვენ წინა ლექციაზე წარმოდგენა შევიქმნით პროპერტებზე. ანუ რას აკეთებდა პროპერტი და რა დანიშნულება ჰქონდა მას, რითი განსხვავდება ეს პროპერტი სხვა ჩვენი ფილდებისგან, როდის ვქმნით პროპერტის, როდის არ ვქმნით პროპერტის და ჩვენ ვთქვით, რომ ამ პროპერტის მიზანი ზოგადად, სად ვარ person-ში, ხო? ამ ზოგადად პროპერტის მიზანი სწორედ ის არის, რომ ვალიდაცია გავაკეთო ზოგჯერ და არ შეეძლოს ობიექტის შექმნის დროს ან ზოგადად კონსტრუქტორში არ შეეძლოს ვიღაცას, რომ რაღაც ცუდი ინფორმაცია გამოაყოლოს და ჩვენ აქ age-ზე გავაკეთეთ ეგ ყველაფერი, ხო? და ჩვენ ამიტომაც ეგ age-ი დაცული გქონდა და პროპერტის საშუალებით ვაკეთებდით ვალიდაციას. ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს პროპერტიში get-ი და set-ი. get-ი აღნიშნავს, როცა მე მინდა წამოვიღო ინფორმაცია, ანუ ხელთ მქონდეს და მე რაღაცაში გამოვიყენო. set-ი არის, როცა მინდა რომ შევცვალო ეს კონკრეტული age-ი, რაღაც სხვა რამე გავხადო. თუმცა გავზარდო, შევამცირო, ასე შემდეგ. ამიტომაც set-ზე ჩვენ გვჭირდებოდა ამ შემთხვევაში ვალიდაციის დადება. get-ზე დიდად ვალიდაცია არც გვჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ get-ი არაფერს ცუდს არ აშავებს ზოგადად. ანუ რატომ არ უნდა გქონდეს ვიღაცას რაღაცაზე წვდომა, მთავარია set-ზე არ გქონდეს ისე წვდომა ვალიდაციის გარეშე, თორე get-ი, რა ვიცი, get-ზე არც არის ხოლმე ვალიდაცია დადებული. ამიტომაც, ჩვენ ასე ვთქვით, რომ შეგვიძლია მეორენაირად ჩავწეროთ ჩვენი პროპერტი, ესე ფიგურული ბრწყლები და get-ი და set-ი. აქაც ჩვენ შეგვიძლია private დავწეროთ, ანუ წვდომადი არ იქნება. ანუ set-ი იქნება დახურული, get-ი იქნება საჯარო. მაგალითად, თუ აქ დავწერ private get-ს, ორივე ერთად არ შეიძლება რომ იყოს პრივატულად, მაშინ set-ი არის public-ი, ანუ age-ის ცვლილება შემიძლია გარედან, მაგრამ თვითონ age-ზე წვდომა არ მაქვს. ასე რომ ეგეთი რაღაცები ჩვენ გავიარეთ წინა ლექციაში. მე დღეს მინდა რომ გადავიდე, ანუ ეს ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება თეორიული, ანუ უფრო მეტი ინფორმაცია არის, უფრო მეტი ის გვჭირდება ცოდნა. ამიტომაც პრაქტიკულად, ანუ მე რასაც ვაკეთებ ხა, თან პრაქტიკაც არის, მაგრამ თან თეორიაც არის. ამიტომაც ხუთშაბათს დღესაც თეორიულად ხსნი დამატებით მასალას. ასე რომ რაღაც კონკრეტული კვირები იქნება, რომ მარტო თეორია, ანუ უფრო მეტად თეორიული იქნება. ზოგიში შეიძლება დავალებებიც გავაკეთო. ასე რომ მე კონკრეტულად კვირაზე არის დამოკიდებული. დღეს მინდა რომ გადავიდე და ავხსნა მემკვიდრეობითობა. ესე იგი, ზოგადად ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებას სულ გააჩნია რამდენიმე მახასიათებელი. თავისებურება. ეს არის მემკვიდრეობითობა, ინგლისურად inheritance. მე მგონი რომ დავწერე. ეს თუ არა ეს. ასევე აქ არის ანუ ერთი არის მემკვიდრეობითობა, მეორე არის პოლიმორფიზმი. შეიძლება ისე იწერება, ზუსტად არ მახსოვს. პოლიმორფიზმი. პოლიმორფიზმი არის ქართულად ჩაუბრალოდ. ფიზმი. მესამე არის ენკაფსულაცია. და მეოთხე არის აბსტრაქცია. მაგრამ ამასაც შევცვლი, თუ ესე არის. ეს. ესე იგი, მემკვიდრეობითობა, პოლიმორფიზმი, ენკაფსულაცია და აბსტრაქცია. ესენი რა არის, მე ჯერჯერობით არ ვიცი და არც მემკვიდრეობითობა არ ვიცი რა არის ჯერჯერობით, მაგრამ დღეს მინდა რომ ავხსნათ მემკვიდრეობითობა და შემდეგ კვირას უკვე იქნება მეორე ნაწილი ოპის, გავიდით პოლიმორფის ენკაფსულაციას და აბსტრაქციას.
ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ეხლა რა არის მემკვიდრეობითობა? მემკვიდრეობითობა ჩვენ თვითონ სიტყვას ვკარნახობს. არის ის, რომ რაღაცა მემკვიდრეობითო, ანუ როცა მე მინდა რომ რაღაცა გადავცე მას მემკვიდრეობით. აი რაღაცა უცბად პროგრამირების გარეთ რომ სიტყვას დავაკვირდეთ უბრალოდ. სიტყვა მემკვიდრეობითობა. რას მიანიშნებს, რომ რაღაცა მემკვიდრეა, რაღაც მემკვიდრეობითობა, რაღაცა inheritance. ოღონდ ეს რას გულისხმობს ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებაში? ეს გულისხმობს იმას, რომ როცა მე რაღაც კლასი მაქვს, მე შემიძლია მეორე კლასი შევქმნა და ამ მეორე კლასს გადავცე მემკვიდრეობით იმ პირველი კლასისგან რაღაცა ინფორმაციები. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ მშობელი კლასი არის ვიღაც, მშობელი კლასი, ანუ მთავარი კლასი და შვილი კლასი, შვილობილი კლასი. და ეს მშობელი კლასი შვილობილ კლასს გადასცემს მემკვიდრეობით რაღაცებს. აი ძალიან მარტივად ხო არის რომ ადამიანებს, ანუ ჩვენ ჩვეულებრივად მემკვიდრეობით, ანუ გენეტიკურად გადმოგვდის მშობლების ნიშან-თვისებები, ხო? რაღაცა დოზით. ანუ ეს მოდის, როცა ჩვენ ესე წარმოვიდგინოთ რა, როცა ვიქმნებით ჩვენ, ვიბადებით, ის გენეტიკური რაღაცები გადმოდის ჩვენთან, ხო, ჩვეულებრივად, მშობლების. ან თუნდაც თავმოყრობის შეიძლება იყოს, ხო? ანუ ახაც ეს კიდევ წარმოვიდგინოთ, ანუ გვაქვს რაღაცა მშობელი კლასი, ამ მშობელ კლასს რაღაცა თვისებები გააჩნია, რაღაცა ცვლადები აქვს, რაღაცა პროპერტები აქვს და არის შვილობილი კლასი და ამ შვილობილ კლასს მემკვიდრეობით გადმოეცემა იმ მშობლის ნიშან-თვისებები. ეხლა რა იგულისხმება ნიშან-თვისებებში და როგორ უნდა გადავცე მაგალითად სხვა კლასს პირველი კლასის ინფორმაცია, ხო? ამისთვის მოდით წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ დავუშვათ, ჩვენ გვაქვს აქ person-ის კლასი. person-ს გააჩნია name-ი, გააჩნია surname-ი, გააჩნია ასაკი. მოდი ცოტა ხანი ეს აკადემია ვაფშე აღარ გვინდა. და ეს კონსტრუქტორი, ხო ეს კონსტრუქტორი სად აღარ მინდა. და ხო, ну ეს იყოს რა, თუ რამეა ეს პრივატულია, age-ი როგორ ჩავთვალოთ, ეს ვალიდაცია გქონდეს თუ ეს გქონდეს. მოდი ეს ვალიდაცია გქონდეს, იმიტომ რომ ეს ვალიდაცია საჭიროა ასაკზე. და ეს აღარ გვინდა. ესეც აღარ გვინდა. ესე იგი გააჩნია ჩვენ persons, სახელი, გვარი და ასაკი. ეს ასაკი არის პრივატულად და ეს ასაკი ამ ასაკზე, ასე ვთქვათ, ცვლილება თუ მინდა ან წამოღება, ამაში ეს ჩემი property მონაწილეობს, ხო? ჩვეულებრივად. და ეს ჩვენი კონსტრუქტორი გვაქვს. ეხა. კაი, person. ვიღაცა ადამიანი, ხო, ჩვეულებრივად. მაგრამ ხო შეიძლება რომ შევქმნა დავუშვათ სტუდენტის კლასი. სადაც მინდა რომ სტუდენტები იყოს. მოდი აბა ეგეთ სტუდენტის კლასი შევქმნათ. ეს person-ი ხო არის და იყოს კიდე ერთი სტუდენტი. წერტილი CS მინდა რომ იყოს student წერტილი CS. შეიქმნა ჩვენი სტუდენტის კლასი. ოღონდ ამ სტუდენტსაც, ანუ სტუდენტს ხო უნდა ქონდეს ახლა სახელი, გვარი უნდა ქონდეს, ასაკი უნდა ქონდეს და კიდე დამატებითი რაღაცა, ხო, დავუშვათ მახასიათებელი რაღაცა თვისება, ხო, დავუშვათ ის უნივერსიტეტში დადის. მაგალითად, უნივერსიტეტშია, სადაც არის და სწავლობს, ხო? მაგალითად, დავწეროთ რა უნდა ქონდეს ამ სტუდენტს? სახელი. სახელი რა ტიპის არის? string. რაღაც ინფორმაცია, ხო? string. name. გვარი. string. surname. ესე შეგვიძლია დავწეროთ. კარგი. ну, ეს რა თქმა უნდა, public-ები უნდა იყოს, ხო? რომ რაღაცნაირად გარედან თვითონ კონდეს. კარგი. კიდე რა უნდა ქონდეს? ასაკი უნდა ქონდეს, ხო? public int age. ესე. ამას აქვს ვალიდაცია არ უნდა? სტუდენტს. ვიღაცა რომ ცუდი ის ჩამიწეროს. ესე თქვათ, ცუდი ასაკი. ამასაც ვალიდაცია უნდა, ხო? ანუ property დამჭირდება, ხო, age-ის. ანუ ეს პრივატულად უნდა ქონდეს ხა და მოდი პარემ აქ უკვე მაქვს და პარემ ამას გადმოვიტან ამას აქ, ხო? იმიტომ რომ მაინც ერთი იგივე აქვს ეს.
ეს age-იც მაქვს. კარგი. კიდე რა უნდა გქონდეს სტუდენტს? მაგალითად რაღაც საგანი, ხო? საგანი რა? რაღაც მიმართულება ხო უნდა გქონდეს პროფესიის კუთხით, ხო? აი მოდი რაღაცა subject-ი დავარქოთ რა. Subject-ი გქონდეს რაღაც. Public string subject. ეს კი სტუდენტს გააჩნია სახელი, გვარი, ასაკი და subject. კაი. მოდი ცოტა ხანი კონსტრუქტორის თავი დავანებოთ ჯერჯერობით და უბრალოდ სტუდენტი გავტესტოთ. ეხლა როგორ სტუდენტებს შევქმნით ჩვენ. დავწერთ რას, ხო? ესე იგი student 1 უდრის ამ სტუდენტ 1-საც ხო ისევ წერ უბრალოდ. სახელს რასაც გქონდეთ, იმას დავარქვით. New student. და მოდი შევავსოთ ეხლა student 1 name უდრის რა ვიცი არის ვიღაც ბაშა მაგალითად ჩემი სახელი იყოს student 1 surname იყოს რაღაცა იდე ბაგრატიანს დავწერ ვიღაცამ შემახსენეთ ხომ გვარი ჩემი გვარი ამინდა დავყოთ ასაკი age უდრის 30 კაი 30 იყოს და ბარემ ერთი subject-იც გქონდეს, ხო? Subject-ი უდრის აი რა იმაზე სწავლობს რა პროფესიაზე ესე მოვიფიქრე და მოდი იყოს, ვიცი, IT პროგრამირება. ეს შეიქმნა ჩვენი ასე ვთქვათ სტუდენტი. აბა მოდი გავტესტოთ ყველაფერი ვნახოთ. მაქვს კარგად შექმნილი? მოდი ერთობლივად ჩავწეროთ რა. ჩვენ ხო ვიცით რომ აქ ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და დავიწყოთ. student name student surname student age იყოს და student 1 რატო არ მიგდებს subject-ი აგე ეს აბა გავუშვათ ნახოთ აბა შევხედოთ რა სტუდენტი შევქმნით ნახოთ აჰა აშა ბაგრატიანი 30-ია და IT პროგრამერი ჩვენერი შეიქმნეს ჩვენის მაგრამ რო დავაკვირდეთ ეხა აი რო დავაკვირდეთ ეს ჩემი კლასი რომ მე ასე ვთქვათ შევქმენი გააჩნია სახელი, გააჩნია გვარი, გააჩნია ასაკი და გააჩნია ისიც ხო? ეს ჩემი property. ჩუბროთ. და დამატებით რაც აქვს ეს არის subject-ი. ეხლა რო დავაკვირდეთ. აი ეს და person-ში არსებული აი ეს ყველაფერი, აი ესენი. ხო ზუსტად ერთ და იგივეა. როგორც ადამიანს, როგორც ამ ჩემ person-ს ვიღაცას გააჩნია სახელი, გვარი და ასაკი ისევე გააჩნია ჩემ სტუდენტს სახელი, გვარი და ასაკი. და მე რამდენი წერა მომიწია ეხლა ხელახლა დავწერე ეს რაღაცები. და იქნება არ მჭირდება ამდენის დაწერა, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად მინდა დავაკავშირო სტუდენტის კლასი person-ის კლასთან. იმიტომ რომ person-ი თუ ანუ სტუდენტი ხო person-ი იგივე. ხო? ანუ ჩვეულებრივად მე შემიძლია person-ის კლასიდან გადავცე მემკვიდრეობით სტუდენტის კლასში სახელი, გვარი და ასაკი. ანუ სტუდენტში მე არც მეწეროს ესეთი რაღაცები, პირდაპირ ვუთხარო სტუდენტი, ანუ სტუდენტი თუ არის, ეს ხო ავტომატურად ნიშნავს რომ ეს person-იც არის. ხო და ბარემ მოდი დავაკავშირო ამ person-თან. ანუ person-მა მემკვიდრეობით გადასცეს სტუდენტს ნიშან-თვისებები. ანუ წარმოვიდგინოთ რომ ეს სტუდენტი არის შვილობილი კლასი და person-ი არის მშობელი კლასი და ამ მშობელი შვილს აძლევს რაღაცას მემკვიდრეობით. ამიტომაც მე ამების დაწერა არ მინდა,
ამების დაწერა. მოდით ან ცოტა ხანი კონსტრუქტორს რო არ შევეხოთ, ცოტა ხანი კონსტრუქტორს დავაკომენტაროთ და კონსტრუქტორის გარეშე ვიმუშაოთ. ესენი წავშალოთ და პირდაპირ დავწეროთ. ეს ჩემი კლას სტუდენტი, 2 წერტილი და person. აი ეს. ვა, ეხლა ნახეთ რა მოხდა. 2 წერტილი person როგორც კი დავწერე მე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ჩემ სტუდენტს მემკვიდრეობით გადაეცა ჩემი person-ის ნიშან-თვისებები. ყველაფერი. person-ს რა გააჩნია? გააჩნია აგერ ეს ჩემი name-ი, გააჩნია surname-ი, გააჩნია age-ი, გააჩნია ეს property. ყველაფერი ესენი გადაეცა მემკვიდრეობით students. ეს არ ნიშნავს, რომ person-ს აღარ გააჩნია. ორივე საკითხი ხა. students მემკვიდრეობით გადაეცა. მოდი გავტესოთ ეხლა ეს. მე ხო არაფერი არ მიწერე ეხლა აქ. name, surname და რაღაცები. students ხო მარტო subject-ი ხა აქ. ეხლა აქ აი რო დავაკვირდეთ რა. student 1 წერტილი subject-იც მაქვს თომა surname-ზეც, name-ზეც და age-ზეც. მაგრამ რა ვიცი, აქ არაფერი არ მაქვს, ხო? name, surname ეგეთ რაღაცები არ მიწერია. მარტო subject-ი მაქვს. ანუ რა გამოვიდა, რომ student-მა გადასცა მემკვიდრეობით person-მა მემკვიდრეობით გადასცა students ის ნიშან-თვისებები, ანუ გადასცა სახელი, გვარი, ასაკი და ასაკის property. ამიტომაც უკვე ამ ჩემ სტუდენტს გააჩნია ეს name-იც, surname-იც, age-იც, subject-იც და ის age-ის გააჩნია, აი ეს age-ის გააჩნია, აი ეს უბრალოდ პრივატული არის და აქედან ვერ ვხედავთ. აქედან ანუ გარეთ პროგრამაში ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აი დავუშვათ რაღაცა მეთოდი რო დავწეროთ, public void print მეთოდი რო გქონდეს და აქ რო დავპრინტოთ age. ნახეთ? ეს age-ზე არ მაქვს თომა? ეს უნდა მქონდეს. console write line age. ამან არ იცის ახლა ეს აქ person ertzetli age. ესე იგი მაინც არ გადაეცა ესე პირდაპირ. ოკეი. ხო, მაშინ ესე ის ხო პრივატულად არის და მაგიტომაც არის ეგრე. ეს ჩემი person-ის ეს age პრივატულად არის და ესე ვერ გადაეცა. ხო, მაგრამ თავარია რომ ეს age მაქვს, ამ age ეს age რადგანაც მაქვს, ყველაფერი სრულდება რა, უკვე. ეს age, პატარა age მაინც ხო არ მოაწილეობს ჩვენთან, ასე ვთქვათ, კოდის მომენტში. ის ჩვენი property მოაწილეობს, ხო? ამიტომაც ჩვენ, ანუ უბრალოდ საკმარისია უბრალოდ 2 წერტილი დავწერო და მივუთითო ის მშობელი კლასი და ეს ჩემი სტუდენტი მემკვიდრეობით ყველაფერს მიიღებს ამ ჩემი person-იდან. გავტესტოთ მაინც გავუშვათ? აჰა. ჩაუბრალოდ. არაფერი არ მოხდა. არაფერი არ შეიცვალა. ანუ უბრალოდ ეგონთ ეს არაფერი კავშირში არ არის იმასთან. student 1 წერტილი name, surname, age, subject რომ იწერია, ეგ არ ნიშნავს რომ person-ის რაღაცებიც იქმნება. არა, person-მა უბრალოდ თქვა რომ აი მე რომ აქ ეხა რაღაცა თვისებები შენ გადმოგცემო. ეგ არ ნიშნავს იმას რომ მეც ან person-შიც რაღაცა შეიქმნა. არა, უბრალოდ ნიშან-თვისებები გადაეცა მემკვიდრეობით. მეტი არაფერი. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით. ოკეი. ჩუმად ხართ. მაშინ გავაგრძელოთ. ანუ ესე შემიძლია overall 2 წერტილით პირდაპირ გადავცე მემკვიდრეობით. ეხლა რა მოხდებოდა მაშინ თუ კი ეს მექნებოდა public-ად. ეს თუ public-ად მექნებოდა, მაშინ student-ში აქ მე age, პატარა age რო დამეწერა, ჩვეუბრალოდ მიიღებთ ამას, ხო? მაგრამ რადგან პრივატულად მაქვს, მემკვიდრეობით არ გადაეცა.
ეს. ნუ ეს ჩვენი ორი წერტილით ესე ხდება გადაცემა. კაი. ოღონდ მე წერან დავა კომენტარი კონსტრუქტორი, ცოტა ხანი კონსტრუქტორი არ გვინდა თქო. და მოდი აბა ახლა მიუბრუნეთ ამ კონსტრუქტორს. კონსტრუქტორის შემთხვევაში რა ხდება? მე რო დავუშვათ person-ში მქონდეს რაღაცა მეთოდი. მაგალითად public void რა ვიცი, print-ი მქონდეს. რომელიც პრინტავდეს hello world. აი, უბრალოდ არაფერი შუაში არ არის, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ დავპრინტო hello world. აი ეს. ამ ჩემ person-ს გააჩნია მეთოდი print. ეხლა ესეთ კითხვას დაგისვათ, ეს მეთოდი. ეხლა student-ში მე როცა დავწერე რომ ორი წერტილი person, ეს მეთოდიც გადაეცემა მემკვიდრეობით? თქვენი აზრით. ჯერჯერობით მას არ იღებთ. აი, თუ მაქვს person-ში რაღაცა მეთოდი. print. ეს print-ი პრინტავდეს hello world. ჩვეულებრივად აქ ხო შემიძლია მე გავტესტო დავუშვათ, ეხლა აქ person-ის ობიექტი არ მაქვს შექმნილი. მაგრამ person-ს როცა შევქმნი, მე მაგ print-ს ხო გამოვიძახებდი. და ეხლა ესეთ კითხვას გისვათ, student-ი ხო მაქვს? student-ს გადავეცი მემკვიდრეობით person-ი. person-ის ნიშან-თვისებები. ამ ნიშან-თვისებებში შევა ეს ჩემი მეთოდი თუ არ შევა? აბა, იფიქრეთ. აბა, შემოვხედო Discord-ში. ხო, არ ხსოვთ რომ ასე ვთქვათ, მიპასუხოთ და. მაშინ გეტყვით, რომ ჩვეულებრივად კი. ანუ როგორც ეს ცვლადები და აი ეს რაღაცები გადავეცით მემკვიდრეობით students, ისევე ეს ჩემი print-იც გადაეცემა მემკვიდრეობით. ანუ რასაც მე აქ დავწერ, ეს ასე ვთქვათ, გადაეცემა ყველაფერი, გადაეცემა students ავტომატურად. ამიტომაც ამ ჩემ სტუდენტში ხომ რომ შევიდე, მე კი არ მიჩანს ხა არაფერი აქ. მაგრამ აი პროგრამ C-ში სტუდენტი რო არის შექმნილი, student 1 წერტილი ნახე, print მეთოდი აქვს. ანუ print მეთოდი რომ გააჩნია, მე სტუდენტის კლასში კი არ მაქვს შექმნილი print მეთოდი. უბრალოდ person-ში მაქვს ეს print მეთოდი და მემკვიდრეობით გადავეცი მე students. ორი წერტილით რო წერ, ყველაფერი გადმოყვება. ყველაფერი საერთოდ. რაც მაქვს ყველაფერი. ასე რომ აქაც შემიძლია print მეთოდი. ეხლა student 1 წერტილი print დავწერო, მოიცა? აი ეს. და ნუ ჯერ დაიპრინტება ეს hello world და მერე დაიპრინტება ეს slash ბაგრატიონი. აჰა, ჩემი hello world დაიპრინტა. ვინერ? ოგო, ნახეთ ახლა რატომ დავწერე ეს მეთოდი. ესე იგი მეთოდიც მემკვიდრეობით გადაეცემა. აჰა, კარგი. აბა მოდი კონსტრუქტორს მივადგეთ. კონსტრუქტორიც ხო იგივე მეთოდია. კონსტრუქტორიც ხო შემიძლია მე რომ მემკვიდრეობით კონსტრუქტორიც ხო მეთოდია, რომელიც ავტომატურად იძახება. როგორც კი ობიექტი იქნება, ხო? ამიტომაც მოდი ახლა person-ში შევქმნათ რაღაც კონსტრუქტორი. აი ეს ხო მქონდა? აი ეს. person-ი, რომელსაც გააჩნია, ნუ სახელი, გვარი და age აქვს და მემკვიდრეობით კი არა და ანუ ესენი მაქვს და ეს ჩემი field-ები იცვლება, ხო? name იცვლება, surname იცვლება და ანუ age ამ properties ვიყენებ ახლა მე რომ მე აი აქ set-ში შემოვიდეს და ასე ვთქვათ შეამოწმოს თუ კი value არის მეტი ნულს, ხო? ჩუღობად. ეხლა ეს მაინტერესებს. ეხლა ეს კონსტრუქტორი მემკვიდრეობით გადაეცემა students? და კი,
მემკვიდრობით გადაეცემა student-საც ეს კონსტრუქტორი. ავტომატურად. ანუ ეს student-იც მიიღებს ახლა names, surnames და ages. ეხლა მე რო შევიდე პროგრამაში, ნახეთ რა მოხდება. დაგვიან ვერ იმაშება, ვერ წესით და რიგით ეხლა უკვე პრობლემა უნდა წარმოიშვას. აგვიანებს აშკარად ჩემი student. აგერ ყოფილა, აგერ არის უკვე error-ის ის. Student-თან მე მიერორებს. Student-თან მე იმიტომ მიერორებს, რომ მე students მემკვიდრეობით გადავეცი person-ის ყველა თვისება. ამ თვისებაში იგულისხმება კონსტრუქტორიც. და ამ ჩემ person-ში მე რო ჩავწერე კონსტრუქტორი ეგეთი. მე ვთქვი რომ names მიიღებს, surnames მიიღებს და ages მიიღებს, ხო? და ამ ჩემ students მემკვიდრეობით რო გადავეცი კონსტრუქტორი, აქ მე errors მეუნება. There is no argument given that corresponds to the required parameter name of the person. ამას ამ ჩემ students ცალკე ჭირდება აქ კონსტრუქტორის შექმნა. ოღონდ კონსტრუქტორს როცა მე შევქმნი, მე ვეტყვი, რომ ეს კონსტრუქტორიც კი მემკვიდრეობით გადმომეცემა person-იდან. და ეხლა აქ error-ი მაქვს და პარემ აქ მივიტან show potential fix არის ეგეთი, ან პირდაპირ ამას დავაწევი. ამას. და generate constructor აწერია და დავაწევი ხა ამას. და ნახეთ რა დამიგენერირა. Public student ესე კონსტრუქტორი სტუდენტის მიიღებს პარამეტრად names, surnames და ages და მე ნახეთ რა წერია. ორი წერტილი base name, surname, age. ეხლა ეს რას ნიშნავს? მოდით თან წავშალოთ და ხელით დავწეროთ რა. ესე იგი, ჩემ სტუდენტს ხო აქვს სახელი, აქვს გვარი, აქვს ასაკი. ხო? და subject-იც ხო აქვს. და ეხლა ამდენის წერას აქ ხო ჯობია რომ კონსტრუქტორში გავაყოლო ეს ინფორმაცია პირდაპირ. დავიწყეთ. for public student. ეხლა უნდა მივიღოთ რა? ესე იგი, სახელი გვარი, ასაკი და subject, ხო? ნუ, მოდით ცოტა ხანი subject-ი არ გვინდა. ცოტა ხანი მარტო ეს სამი მივიღოთ. ეხლა ეს სამი კონსტრუქტორი. უბრალოდ ეს სამი პარამეტრი რაც არის, ხო? ეს სამი არის person-შიც. person-იც სამს იღებს და მერე names, surnames და ages ცვლის, ხო ეგრეა? აქაც მე თუ მინდა მემკვიდრეობით გადავცე, მე ვიტყვი, რომ აი ეს პარამეტრები და ის ცვლილება, რაც აი აქ ხდება, აი ესენი, აი ეს და ესენი, მინდა რომ მემკვიდრეობით გადმომეცეს person-იდან, person-ისგან. ამიტომაც აქ ვწერ ესეთ რაღაცას. ორი წერტილი base ფჩხილები და name, surname და age. ნახეთ ხარ რა მოხდა. ესე იგი მე ვამბობ, რომ ეს name, ეს surname, ეს age, რაც მე კონსტრუქტორში პარამეტრებად მაქვს და მე რო აქ ეს name, surname და age უნდა შევცვალო, ამას აღარ წერ და ვამბობ, რომ ისე მოიქეცი, ანუ ეს name, surname და age base-დან გადმოვა. ანუ იმ base-ში იგულისხმება მშობელი, ანუ person. ანუ person-ის კონსტრუქტორივით იმუშავებს ეს ჩემი student კონსტრუქტორი. ზუსტად იგივე ნაირად იმუშავებს ეს ჩემი student-ის კონსტრუქტორი, როგორც person-ის კონსტრუქტორი. ანუ აქ ხა არ წერია, ანუ არც გჭირდება რომ დავწერო, იმიტომ რომ ავტომატურად უკვე კავშირდება. მაგრამ აი person-ში რო აი აქ this წერტილი name უდრის names, this წერტილი surname უდრის surnames, age უდრის age. აი ეს როგორც ხა აქ მუშავდება, ზუსტად იგივე ხდება სტუდენტში. ანუ ვწერ პარამეტრებს იმ სამივეს და ვამბობ, რომ ეს სამივე პარამეტრები, რაც არის base-დან, ანუ იმ კონსტრუქტორიდან, person-ის კონსტრუქტორიდან მოდის.
და ეხა სტუდენტში რო შევიდე, უკვე მთხოვს სამი მას. მოდი დავწეროთ აქვე ესე და ასაკით დავწეროთ 30. ესენი ხო აღარ მჭირდება უკვე. აბა გავუშვათ ნახოთ. Hello World-ი, ლაშა ბაგატვინე 31 პროგრამა. შვენიერია. ანუ ზუსტად იგივენაირად იქცევა, ხო? ანუ რა გავაკეთე ახლა მე? მე გავიაზრე ის, რომ person-ში ან persons გააჩნია ზუსტ ბევრი რამ მსგავსი, ბევრი ზუსტად იგივე დამახასიათებელი რამ, როგორიც შეიძლება გქონდეს students. ამიტომაც students მე მემკვიდრეობით გადავეცი person-ის ნიშან-თვისებები. ანუ გადავეცი მემკვიდრეობით სახელი, გვარი, ასაკი, ეს ჩემი property და გადავეცი ასევე, ეს მეთოდიც გადავეცი, ყველაფერი რაც აქ წერია გადავეცი და კონსტრუქტორიც. კონსტრუქტორი რო კარგად შესრულდეს, ამისთვის students უნდა ვუთხრა, რომ რა თქმა უნდა, როგორც student-ში, როგორც person-ში მიიღებს ის სახელს, გვარს და ასაკს, ზუსტად იგივენაირად მინდა მე student-შიც და აი ეს სამი რაც მაქვს, ის person-ის კონსტრუქტორზე იქნება დაფუძნებული. Base წერტილის, ორი წერტილი base როცა ვამბობ, ეს ნიშნავს იმას, რომ base-ში გულისხმება person-ი, ზოგადად base ნიშნავს პროგრამირებაში მშობელს, ეს რო წარმოვიდგინოთ. ანუ მშობელი, ანუ მემკვიდრო, ანუ ეს ხო შვილობელად წარმოვიდგინეთ და ეს არის მშობელი. ანუ მშობელი აძლევს შვილს რაღაცა ინფორმაციას. და base name, surname, age. და მაგერ გადაეცემა. მეორე ვარიანტი იყო, რომ საერთოდ არ დამეწერა ეს base-ი და პირდაპირ დამეწერა აქ ესეთი რაღაცა, რომ ამ students ხო ახლა გადაეცემა მემკვიდრეობით ის age და რაღაცები. ამიტომაც დამეწერა this წერტილი name უდრის names, this წერტილი surname უდრის surnames, this წერტილი age უდრის age. არა ეს არა. age, აი ესეთი age მინდა. და იქ public-ი მაქვს დარჩენილი. პრივატულად გავხდი. ხო? აი ეს. string name, name, age. Okay. რაზე აირურებს name, surname, age. There is no corresponding to required name of the person რაღაცა. No subject must contain ეს არა. name-ზე მაინც ჭედავს. აბა ჩვენთან როგორ გვაქვს? person-ში როგორ გვაქვს? name, surname, age ხო გვაქვს? აქ როგორ გვაქვს? name, surname, age. name, surname, age. ხო, ესე არის ზუსტად. ხო, ამის დაწერის საშუალებას მე არ მაძლევს რატომღაც. იცოდე? name, surname, age. წესით არც უნდა აერორებდეს ახლა აქ. name მაქვს ახლა აქ. name ეს დარიგით არც უნდა აერორებდეს. მაგრამ ამას ზოგადად არც ვწერთ ხოლმე პირდაპირ თუ ასე ვთქვათ მეორდება, აქაც იგივე უნდა დავწერო და აქაც იგივე. ამას საერთოდ დავწერ ხოლმე და პირდაპირ base უთითებ. name, surname, age. ამ შემთხვევაში ერორი არ არის, მაგრამ წერანაც არ უნდა ყოფილიყო ერორი წესით დარიგით. იმიტომ რომ ერთ და იგივე დავწერე და წესით არ უნდა ყოფილიყო ერორი. მაგრამ თავარი ის არის, რომ კონსტრუქტორით მშობელს რა კონსტრუქტორიც გააჩნია, რომ იღებს სამ პარამეტრს და მერე ცვლის ინფორმაციას names, surnames და ასაკს, ზუსტად იგივენაირად ვაკეთებ students-ზე. აბა თუ არ მეკითხვა ჯერჯერობით კონსტრუქტორთან დაკავშირებით. Okay. აუდიენსში ხარ? გიო, შენ ხო არ გეკრა მეკითხვა? ჯობთა. Okay. კარგი. მაშინ დავუბრუნდით. ეხლა აი თუ მე მინდა რომ subject-იც გადავწე კონსტრუქტორში, მაშინ როგორ მოვიქცევ? ანუ ნახეთ როგორი ამბავია. ჩემ students
რამდენი კონსტრუქტორიც მინდა იმდენი ექნება. არ არის აქ პრობლემა. მაგრამ, თუ კი ემთხვევა ზუსტად person-ის კონსტრუქტორს, მაშინ ესე ვწერ. ზუსტად ესე. მაგრამ თუ მე მინდა რომ subject-იც გავაყოლო, მაშინ მე ვამბობ, რომ name, surname და age მაქვს და მაქვს ასევე, გადმომეცემა ასევე subject-ი. ოღონდ ნახეთ, თვითონ აი ეს სამი როგორც არის ეს persons როგორც გააჩნია, ისე ექნება კონსტრუქტორი, ანუ ის კონსტრუქტორი მუშაობს, ჩვეულებრივად იმ კონსტრუქტორის სავით იმუშავებს, names, surnames და age შეცვლის. და subject-ზე ახლა მე მიწევს. ეს subject-ი მე დავამატე. persons ხო არა აქ ის subject-ი. აიტომა subject-ზე მე უნდა ვიმუშაო, ხო? ესე იგი this-იც ამინდა იდეაში. აქ დიდი ასოთი მაქვს და ვერ გამეორდება. subject უდრის subject-ს. ანუ, ნახეთ, ეს სამი ცვლადი რაც მაქვს, ეს პარამეტრები, ესენი როგორც თუ person-ში მაქვს, ისე იმუშავებენ, იმიტომ რომ აქ base-ი მიწერია და ეს subject-ი, აი ეს, მაქვს ახალი დამატებული, რომელიც მარტო students გააჩნია. person subject-ი არ აქვს. და მე ჩვეულებრივად subject უდრის subject. ანუ ახლა მე რო გავტესტო ეს, subject-ით მივთითო ახლა აქ რა ვიცი, მათემატიკა. math მივთითო. ეს აღარ მინდა. აბა გავუშვათ. აჰა. ლაშა ვარგატიანი 30 math. ჩვეულებრივად. ანუ მე შევქმენი ხა ისეთი კონსტრუქტორი, რომელიც 4 ინფორმაციას მომცემს და 4 ინფორმაციას როცა მომცემს მე ის სამი პარამეტრი როგორც არის მოქმედება ზუსტად იგივენაირად სრულდება როგორც აქ ესენი შესრულდება და ის მეოთხე მე მაგ დამატებული და ასე ვთქვათ subject-ი იცვლება. ასე რომ თუ ზუსტად იგივენაირად არის კონსტრუქტორი, მაშინ პირდაპირ მარტო base-იც ყოფნის ესე და თუ დამატებით ინფორმაციის, დამატებითი პარამეტრის ჩაწერა მსურს, მაშინ დავწერო აქ დამატებით და მე აქ დავწერო subject-ი, გახდეს subject-ი. მოდი აქ პატარა ასოთი არ იყოს, დიდი ასოთი იყოს, პატარა ასოთი იყოს უბრალოდ. და აქ this იყოს. ზოგადად ესეთ რაღაცებს ყოველთვის პატარა ასოთი ვწერთ ხოლმე. this წერტილი subject უდრის subjects და აქ მაშინ აქაც პატარა ასოთი მჭირდება. გავუშვათ? ხო, ზუსტად იგივენაირად არის. შვენიერი. ანუ ესე ჩვენ შეგვიძლია რომ გადავცეთ მემკვიდრეობით რაღაცა ნიშან-თვისებები. ეხლა ერთ საინტერესო რამ არის მემკვიდრეობითობაში. თუ მე მაქვს თუ მე მაქვს რაღაცა მეთოდი პირველ კლასში და მეორე კლასშიც მინდა რომ იგივე მეთოდი იყოს. ოღონდ მეორე კლასში სხვა სახელით მინდა, სხვა ფუნქციონალს მინდა რომ ფუნქციონალი მინდა რომ სრულდებოდეს. მე როცა გადავცე მემკვიდრეობით პირველ კლასის მეთოდს რო გადავცე მემკვიდრეობით მეორე კლასს, აი მაგ შემთხვევაში რომელს ამჯობინებს. აი თეორიულად ცოტა ისეთი ნათქვამია და მოდი პრაქტიკულად გავაკეთოთ. მოდი დავუშვათ კონდეს რაღაცა animal class. რაღაცა ცხოველის კლასი კონდეს. animal. ძალიან ბევრი მაგალითია animal-ზე, როცა ამ ესეთ რაღაცებს ხსნით, მემკვიდრეობითობას ყოველთვის animal-ის მაგალითია ხშირი და ფიგურის მაგალითია კიდე. shapes. ეგ მე რა მოგვიანებით. როცა სხვა რაღაცებს გავვლით კიდე. ეხლა animal-ი. Animals რა უნდა გააჩნდეს? ცხოველია. რა უნდა გააჩნდეს? რავი, სახელი კონდეს. და აი რაღაცა მეთოდი კონდეს, რა დავუშვათ ლაპარაკის. Public, void, speak. რაღაცა მეთოდი. და აი აქ დავწეროთ რომ რა ვიცი.
animal is speaking. ეს. animal is speaking. ჩვენი არის. speak მეთოდი მაქვს. აბა მოდი გავტესტოთ მაინც შევქმნათ ეს ჩემი ობიექტი. animalis animal 1 უდრის new animals. ესე animal დავარქვათ მოდი ამას animal 1 წერტილი name იყოს რაღაცა ცხოველის სახელი რა. არ ვიცი. ჯეკა. ერქვას. თვითონ ძაღლი არის. და მოდი ახლა animal 1 წერტილის pick მეთოდი გამოვიძახოთ. ეს მეთოდი გამოვიძახოთ. აღგონახოთ რასაც დაგვიწერეს? აჰა, animal is speaking. ჩვეუბრალოდ გვაქვს. თუმცა ნახეთ, ეს animal ის არის რაღაცნაირად ზოგადი რაღაცა, ანუ ცხოველი, ხო, ამ შემთხვევაში. და იქნებ მე მინდა რომ კონკრეტულ ცხოველზე დავწერო რაღაცა. კონკრეტული კლასი მქონდეს. და ამისთვის მოდი შევქმნათ დავუშვათ dog კლასი. დავუშვათ ძაღლის კლასი. შევქმნათ მოდი dog კლასი. ეხლა ამ dog-საც ხო უნდა ქონდეს სახელი, როგორც ცხოველს გააჩნია, ისე გააჩნია ამასაც, ხო? ამიტომაც animal-ით გადავწვეთ. animal-ის ნიშან-თვისებები გადავწვეთ. ეხლა ამ dog-ს ესე იგი წვდომა აქვს რაზე? animal-ის თვისებებზე, ხო? ესე იგი წვდომა რა, უბრალოდ აქვს სახელი და speak მეთოდი, ხო? აბა მოდი ვნახოთ, ეხლა მოდი dog-ის კლასი შევქმნათ. ეს ხო name ესე იყოს, ხო, კაი. მოდი animal name რაღაცა სახელი იყოს ამას რა. ეხლა მოდი შევქმნათ dog-ის კლასი, dog-ის ობიექტი. ძაღლი ჩვეუბრალოდ. dog 1 უდრის new dog. ეხლა თუ კი მემკვიდრეობით გადავეცი ამ dog-ს animal-ის ნიშან-თვისებები, ესე იგი სახელიც უნდა ქონდეს dog-ს და უნდა ქონდეს speak მეთოდიც, ხო? აბა გავწესოთ თუ აქ dog 1 მოიცადე? dog 1 წერტილი აჰა, name-ის გააჩნია და აქ speak მეთოდის გააჩნია. მოდი name-ი დავწეროთ. რა ვიცი. ნებისმიერ რამე 2. და გამოვიძახოთ ეს speak მეთოდი. animal is speaking, ესე იგი ორივე ძაღლს ისა animal is speaking ეს პირველი animals object როცა შევქმნით, მაგროს დამიწერა და ეს არის კონკრეტულად ძაღლზე. ეხლა ორივე ხო ახლა ერთ და იგივე კლასია თითქმის, ხო? ერთი animal-ია, ერთი dog-ია. მაგრამ აი, რომ ესე ვთქვათ, რომ გავიაზროთ. dog-ს ხო სრულიად სხვა ის აქვს. ანუ speak მეთოდი ხო შეიძლება სხვანაირად ჩავწეროთ dog-ის. აი ცხოველი ლაპარაკობს ცხოველი რო ხმას უშვებს, ჩვენ ვერ ჩავწერთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ხვდებით რა ცხოველზეა საუბარი. მაგრამ აი dog-ი ძაღლი ჩვენ ზუსტად ვიცით ლაპარაკი როგორ აქვს, ხო? ხმის რაღაცა დავუშვათ woof რაღაცას იძახის, ხო? ამიტომაც მე შემიძლია რომ animal is speaking და dog is speaking ცოტა სხვანაირი იყოს. ანუ dog is speaking იყოს woof ეგეთი მსგავსი რა. ანუ ამ შემთხვევაში მე რატო ვაკეთებ მაგას, ანუ რატომ მივდივარ მაგაზე? ესე იგი dog-ს გააჩნია ახლა speak მეთოდი, რომელიც მემკვიდრეობით არის animal-დან გადმოსული. მაგრამ არ მინდა კაცო ამ speak მეთოდი ამ dog-ს რო ქონდეს ეგეთი speak მეთოდი. animal is speaking რო აწერია. მე მინდა რომ მაგ მეთოდში, აი ამ მეთოდში animal is speaking-ის მაგივრად იყოს woof მაგალითად. პრინტავდეთ woof-ს. ანუ რა გამოვიდა? რომ dog-ს ცალკე უნდა ქონდეს ის speak მეთოდი, ხო? ანუ animal-ისგან უნდა განსხვავდებოდეს dog-ი იმით, რომ dog-ს უნდა ქონდეს განსხვავებული speak მეთოდი. და არადა ეს speak მეთოდი მემკვიდრეობით გადაეცა dog-ს. მე შემიძლია ესეთ რამეც დავწერო. ესე dog-ში მინდა speak მეთოდი იყოს სხვანაირად. როგორ ვიქცევი?
მე შემიძლია ზუსტად იგივენაირად სახელი და ზუსტად იგივენაირად დავწერო ეს speak მეთოდი. ზუსტად იგივენაირად და აქ დავწერო woof. ესეთი რა. ნუ docs გააჩნია თავისი speak მეთოდი. ეხა მე რო ამ speak მეთოდს გამოვიძახებ დაიწერა woof. ცალკეულად. ანუ docs ეხა საერთოდ სხვა ის აქვს speak მეთოდი, animals speak მეთოდი ჩვეულებრივად ქონდა. თუმცა ნახეთ როგორი ვარიანტია docs ეხა docs ხო მემკვიდრეობით გადმოცემული ქონდა უკვე speak მეთოდი. და ეხა ჩვენ მეორე speak მეთოდი შევქმნით, რომელიც პრინტავს woofs. და ეხა სინამდვილეში ამ speak მეთოდმა გადაფარა animalis speak მეთოდი, რომელიც docs-ში მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ასე რომ შეგვიძლია ესეც ჩავწეროთ, მაგრამ მეორე ვარიანტი უფრო სრულყოფილი და უფრო კარგი არის ის, რომ ჩვენ პროგრამას მივახვედროთ, რომ animals რო გააჩნია ეს speak მეთოდი, არის speak მეთოდი, მაგრამ იმ კლასში, რომელშიც ესენი მემკვიდრეობით გადაეცემა, იქ შესაძლებლობა მქონდეს, რომ speak მეთოდი შევცვალო. ამისთვის აი აქ ვწერ virtuals, public virtual. ეს virtual საშუალებას მაძლევს speak მეთოდზე, რომ ვთქვა, რომ აგერ არის ეს ჩემი speak მეთოდი და ვიღაცას თუ სურს ამ speak მეთოდის გამოყენება, ჩვეულებრივად მემკვიდრეობით გადმოვცემ, docs გადაეცემა მემკვიდრეობით, მაგრამ თუ docs მოუდება speak მეთოდში განსხვავებული, ასე ვთქვათ, ინფორმაციის ჩაწერა, მაშინ ეს ჩემი dog-ი შეცვლის animalis speak მეთოდს. და ამისთვის აქ უნდა დავწერო override. ანუ ცვლილება, გადაწერა. override. ანუ ეხა უფრო სრულყოფილია, ეხა ერთ და იგივენაირად მუშაობს ამ შემთხვევაში. animal speaking არის animals და woof არის ამაზე. უბრალოდ animals-ში მე ესეთი რამე მიწერია, რომ speak მეთოდი მაქვს virtually, რაც გულისხმობს იმას, რომ მე საშუალებას ვაძლევ სხვა კლასებს, რომელსაც მემკვიდრეობით გადავცემ ამას, რომ ეს speak მეთოდი შეცვალოს და როგორც უნდა ისე გამოიყენოს. მაგრამ თუ მაგალითად ეხლა docs არ ექნება ეს მეთოდი. docs თუ არ ექნება ეს მეთოდი. მაშინ ჩვეულებრივად იქნება animal speaking. ჩვეულებრივად გადაეცემა მემკვიდრეობით. მაგრამ თუ მე speak-ის შეცვლა მინდა, მაშინ უნდა დავწერო override და მერე დავწეროთ woof. ოღონდ ნახეთ როგორი რაღაცა არის, როცა მე აქ მიწერია virtual და აქ მიწერია override. ამ ჩემ doc class speak მეთოდი რომ აქვს. კი, გადავწერე ეხა და საერთოდ სხვა speak მეთოდი მაქვს. მაგრამ იმ animalis speak მეთოდში, რომ რაც სრულდება, იმაზეც მაქვს წვდომა. ეს virtual და override იმისთვის მაქვს, რომ animalis speak მეთოდში რაბიც სრულდება, ეგეც შემიძლია რომ მე გამოვიყენო. და როგორ ნახეთ? თუ მე მინდა დავუშვათ, რომ doc-ში როგორც woof დავპრინტო, ასევე დავპრინტო animalis speaking, ხო? ორივეა. ეს animalis speaking-იც არის და woof-იც არის. ამიტომ მე შემიძლია ესეთ რამე დავწერო. ნუ woof დავუშვათ და base წერტილი speak. ეს რას ნიშნავს base წერტილი speak? base წერტილი speak ნიშნავს იმას, რომ ნუ ეს მე ხავცვლი ამ ჩემ მეთოდს, speak მეთოდს, იქ რო რაღაცები ეწერა animals-ში, არ მინდა ამის დაწერა. ჯერჯერ ესენ რაც არის, აქ არ მინდა. მე doc-ში ვცვლი, ვამბობ, woof იყოს animalis speak მეთოდით, ხო? მაგრამ თუ მინდა რომ ეს მეთოდიც გამოვიძახო, ანუ ამ animalis მეთოდზეც მქონდეს წვდომა. ანუ თან დამოუკიდებლად იყოს ეს ამ speak მეთოდში რაც მინდა ისიც იყოს და ამავდროულად animalis speak მეთოდიც გამოიძახოს, აქ რაც მაქვს. ამიტომ base წერტილი speak მშობლის animalis speak მეთოდს გამოიძახებს. ეხლა ჩვენ რო გავუშვათ
პროგრამ CS-ში. დოგერთი წერტილის speak როცა გამოიძახება, რომ შემოვა ამ speak მეთოდში, რა დახვდება? დაპრინტ woof და base წერტილის speak, ანუ იმ animal-ის speak. გავუშვათ? ნახეთ, woof და animal-ის speaking ორივე დაპრინტა. ანუ, ნახეთ რა გამოვიდა, რომ animal-ში animals გააჩნია name და გააჩნია speak-ი, ოღონ ეს მეთოდი არის ვირტუალი. ვირტუალი გულისხმობს იმას, რომ ეს მეთოდი კაი მაქვს და მე მემკვიდრეობით გადავცე მერე dogs და თუ შეცვლა უნდა, შეუძლია შეცვალოს ეს მეთოდი override-ის გამოყენებით. ოღონ ჩემზეც აქვს ცდომა. ამაზეც აქვს ცდომა. აგერ override მიწერია და ასე ვთქვათ, დავპრინტე woof-იც, ანუ რაც მინდოდა დამატებით ეგეც გავაკეთე და ის ძველიც დავწერე. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით. ოკეი, დღეს ცოტანი ვართ. აშკარად. კარგი. ამაზეც ვისაუბრეთ ჩვენ. იდეში თეორიული მასალა მემკვიდრეობითობაზე ეს არის. ჩვენ მერე დაგვრჩება შემდგომ ასე ვთქვათ პოლიმორფიზმი, ენკაფსულაცია და აბსტრაქცია. ამაზეც გავავლით, ეს აბსტრაქცია დაკავშირებულია მემკვიდრეობითობასთან. ამ სამსაც გავავლით, შემდეგ კვირა სულად ამას დაეთმობა და ასევე დღეს ეხა რადგან ცოტანი ვართ, არ მინდა რომ სტატიკური კლასიც ავხსნა. ჩვენ დავალებებში სტატიკური კლასიც არის რაღაცა მაგალითი და მაგაზე მოვიწერები რომ ეგ ცოტა ხანი თუ გინდათ არ გააკეთოთ და შემდგომ ლექციას დავუცადოთ, შემდგომ ლექციაში ავხსნათ სტატიკური კლასი და მაგაზე მე მივუბრუნდეთ მაგ დავალებებს. ასე რომ მოდი დღეს მხოლოდ ეს იყოს მემკვიდრეობითობა. თან ცოტანი ვართ და ასე ვთქვათ, კითხვები შეიძლება იყოს სტატიკურზე და შეიძლება ამაზეც იყოს ბევრი კითხვა. ასე რომ მაშინ მოდის ჯობს რომ დღეს დავასრულოთ. მემკვიდრეობითობაზე ვისაუბრეთ დღეს და შემდეგ სამშაბათს და ხუთშაბათს გავარჩიოთ აი ეს პოლიმორფიზმი, ენკაფსულაცია და აბსტრაქცია და სტატიკურობაზე ვისაუბროთ შემდგომ. ეს ხო ძირითადად მემკვიდრეობითობაზე. და აბა გიო გეგა რამე კითხვა ხო არ გაქვთ? მე ოკეი. ოკეი. ხო, გეგა, შენ არ ვიცი რამდენად ისქენი თუ გაიგე კარგად, მაინც ანუ ჩვენ ხო ცოტა უკან ვართ და მაგით ვიძახი. თუ რამე პრობლემა არ არის, თუ რამე ლეს ჩანწერები არის, მე ხელახლა შეგვიძლია მოვსმინოთ. და აუცილებლად შემეკითხეთ ნებისმიერი კითხვა. ნუ მოგერიდებათ. ცა გეგა რაღაცას წერს. ხო. კაი. მაშინ დავასრულოთ დღეს ჩვენი ლექცია, ცოტა პატარა გამოგვიდა. არ აუშავს. აი შემდეგი კვირები იქნება დახუნძლული ბევრი ინფორმაცია და ბევრი საინტერესო რაღაცით. ასე რომ დღეს ეს იყოს და შევხვდებით შემდეგ სამშაბათს და ხუთშაბათს. ნუ კითხვები აუცილებლად მომწერეთ და ქოლები თუ დაგჭირდა ქოლებშიც ვისაუბროთ რა თქმა უნდა. აბა დროებით. ნახვამდის. ნახვამდის.